პასუხს. ხომ არ დაუთმოთ, გამარჯობათ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. რასაკვირველია, ხელისუფლებას აქ გარკვეული მოსაზრებები, მათ ვისმენთ მასჯეობას, მაგრამ ეს არჩევნები ფაქტობრივად არის საეტაპო არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე, ასე მარტივად და ცალსახად ვერ შევხედავთ მნიშვნელობას, რომ რაღაც უკვე გავლილია და მოდი ახლა ვილაპარაკოთ 2020 წლის არჩევნებზე. ძალიან სერიოზული ძალისხმევა დაჭირდება ხელისუფლებას, სახელისუფლებო პარტიას იმისათვის, რომ ეს არჩევნები მოიგოს და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, რომ არჩევნების დრო ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 50% და პლუს 1 ხმა უნდა მიიღონ კანდიდატებმა იმისათვის, რომ გახდნენ ან მერები, ან საკრებულოს წევრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 50 პლუს 1 დღესდღეობით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ საქართველოში ფუნქციონირებად პარტიას არ გააჩნია. ამიტომ ძალიან სერიოზული უბრალოდ ეს იქნება ალბათ გამსაზღვრელი, მასე მეორე ტურები დასჭირდა საპარლამენტო არჩევნებშიც თეორიულ მაჟორიტარულ ოლქებში, მაგრამ საბოლოოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღეთ. მესმის, მაგრამ იქ იყო საპარლამენტო არჩევნები და ვიცით როგორ ხდება საპარლამენტო არჩევნების დროს ადგილების დაკავება პარლამენტში, აქ ასე მარტივი არ იქნება მეორე ტურის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში შეიძლება ასევე მერების არჩევნებშიც მოხდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. იქიდან გამომდინარე, რომ არის ძალიან მცირე დრო სახელისუფლებო პარტიას ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს იმისათვის, რომ გაამართლოს თავისი საპარლამენტო სლოგანი. და გახსოვთ, რომ იქ იყო ლაპარაკი კეთილდღეობაზე და სწრაფ განვითარებაზე. მოუწევთ გამოცდის ჩაბარება ამორჩეველთან და დამტკიცება იმისათვის, რომ ის, რასაც ლაპარაკობდნენ 2016 წლის არჩევნების წინ არის ხო, ერთ წელიწადში კეთილდღეობები და სწრაფი განვითარებები არ მიიღწევა, უბრალოდ ტემპებზეა საუბარი. კაბოტონ ხათუნას ვკითხავ, თბილისის მერობის კანდიდატებზე არის განსაკუთრებული აქცენტი. ეს არჩევნები მაინც ამ ეგიდით ჩაივლის. თავარი იქნება ვინ გახდება თბილისის მერი თუ ასევე ყველა ოლქს და ქალაქს ექნება მნიშვნელობა.